მათე გამოიქცა ჩვენსკენ ჯოხი რომ მოიქნა ესატეშოს მოხდა შემდეგ მე რომ მივიდე რეაგირება და გავიკიდე მე სამაუბრად ჯოხი გადამარხა მაგას მე რომ გადამარხა ის ჯოხი გადაწვა და შემდეგ გაიქცა კონკრეტულად აი ბეჭის არაში მქონდა სიცოცხლე და ჩამოჯებები მქონდა და ბეჭის არაში მქონდა რა დახმარება აღმოგვიჩინათ ეკება გარდა იმისა რომ გახსნით არა მხოლოდ გახსნით რამე წამალი დაგალებინათ კიბი გამომუჩებელი ან მასი წაგისვა ან რამე საფენი დაგადოთ არა შემოთავაზება მქონდა გამომუჩებელი სორჭიდეობა არ საჭირო ხო აი არ მინდოდა კონცერტ პროგრამა გამიდოდა დამდია სამართალში იადა თუ ნახეთ კითხი იდეოს რატო დამატრი უბრალოდ კითხვა მოხსნით და უბრალოდ შემეშინ და ისიც ფასფირმაცა და უბრალოდ ხარო ანალიზში უბრალოდ მეთენ არ მაგაში შედასწროს ბატონო ბიძინა, უნდა გკითხოს ჟურნალისტები ვარ. თქვენზე თავდასხმის ბრალდებით მართა დევიძეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რო გითხრათ, რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ იმ ქმედებისთვის მე მოსამართლე არ ვარ და მაგას მე ვეაგიხსნე. პოლიცია გულწრფელად გეტყვით, ახალგაზრდა ბიჭია და ეხეთი რამე არ უნდა გაეკეთებინა და გულწრფელად ადამიანურად მეცოდება რომ ამდენი წელი ციხეში უნდა იყოს. და მისი ქმედება არის ეს, მისი ჩადენილი ქმედება და შესაბამისად სასამართლო არსებობს და მიიღებს გადაწყვეტილებას მაგ ყველაფერზე. თქვენ ახსენეთ, მათემ აღნიშნა რომ შეეშინდა და დიახ, შეეშინდა, მაგრამ მიზეზი არ ქონდა შეშინების ფიზიკურად, იმიტომ რომ მასთან არც ერთი პოლიციელი შემხებლობაში არ ყოფილა, საერთოდ არანაირი აგრესია პოლიციის მხრიდან არ ყოფილა და შიშის მიზეზი ნამდვილად არ ქონდა. არ ვიცი ადვოკატი რას ამბობს, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ არანაირად იქნებოდა. მე მათესთან რა შემხებლობაც ქონდა, აი ერთი წუთით, განვიხილოთ, ხო? მე ვიყავი სასამართლო პროცესზე. კი ბატონო, მე ვიმყოფებოდი სასამართლო პროცესზე, მე გამოვიკითხე და ჩემს საკითხზე ვისაუბრე. კონკრეტულად მე ბატონ მათესთან არანაირი შემხებლობაში არ ყოფილა. იდგა ჩემგან 2 მეტრის დისტანციით. ვცდილობდი ნიკანორ მელიასთან ვისვას, იმიტომ რომ ჩემ თანამშრომელთან ქონდა რაღაც დაპირისპირება, ვცდილობდი მაგ დროს, მაგრამ როდესაც მივდიოდი არ მაცადა ამ ადამიანმა გადამარტა ხელჯოხი, დროშის ჯოხი იყო ის დროშა ზედ არ ეკეთა. და მე შემხელობა როდესაც ქონდა უკვე დეპარტამენტში, ვკითხე უბრალოდ ადამიანურად რატო გააკეთა მსგავსი ქმედება. მიპასუხა რომ შემეშინდა და მიზეზი არ ვიცი ნამდვილად ეხლა. თქვენს კოლეგას დაარტყა მანამდე, ხო? და ამიტომ მქონდათ რეაქცია და დიახ, ამ დროს რეაქცია მქონდა, გავიხედე და ამ დროს კოლეგას რა შემხებლობა ქონდა, რა იცით? არანაირ ჩემს უკან პოლიციელები ვიყავით უკან. აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ წინ. საქმის აღძვრა როგორ მოხდა? თქვენ მიმართეთ რომ თქვენზე მოხდა თავდასხმა? ეგ საგამოძიებო საკითხებია და მას მიმართეთ. რომ რა თქმა უნდა, სასამართლო ოქმი არ შემიდგენია. იცით რა მინდა გითხოთ, იმ დღეს პოლიცია აგრესიული არ იყო მელიქაშვილის გამზირზე. ჩვენ ახეთ კადრები როგორ აღწევთ? შიშის მიზეზი არ აღიშილო. ორივე კოლეგამ და აფიქსირეთ?